მთელი 2025 დასასრულისკენ მიდის წელს მევენახეებმა ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი მიიღეს. ამ დროისათვის ქვეყნის მევენახეობის რეგიონებში 330,000 ტონა ყურძენი გადამუშავდა, მოსავალი 21,200-მა ფერმერმა დააბინავა. როგორ მიმდინარეობს რთველი, რა გამოწვევები იყო მევენახეებისთვის და როგორია ქვეყნის საამავლო სტრატეგია, სტუმართან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან მეხუძლასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რთველი სრულდება, საკმაოდ ისეთი მრავალეტაპიანი რთველი გამოვიდა ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით, იყო გამოწვევებით, ამაზეც აუცილებლად ბუნებრივია გვექნება საუბარი. ამოცემულობით რა რაოდენობის ყურძენია გადამუშავებული, რა სურათი გვაქვს კახეთში, რა სურათი გვაქვს რაჭაში და მთლიანად საქართველოში. ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მერე მივყვეთ თანათანობით განსაკუთრებით აი ეს პრობლემური ნაწილი, რომელიც ჩაუბარებელ ყურძენს ეხებოდა, ეს იქნება ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც აუცილებლად დავსვამ. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დროის დათმობისთვის. ამ ეტაპისთვის, როგორც ბრძანეთ, სრთველი დასასრულს უახლოვდება. აქტიური კრება არის მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კახეთის მასშტაბით და ასევე აი ახლა კრებს ძალებს რთველი ცაგერში, რომელიც ტრადიციულად ყველაზე ბოლო ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მუნიციპალიტეტია, რომელიც ერთვება რთველში. უკვე მეორე წელია რეკორდული მოსავალი გვაქვს, ვაჭარბებთ 300,000 ტონას, უკვე მეორე წელია. მე მინდა აღვნიშნო თქვენ რაჭას ახსენეთ და რაჭაშიც თითქმის 3,000 ტონა ალექსანდროულ მუჯურეთული ჩაბარდა, რაც ამ რეგიონისთვისაც თავისთავად რეკორდია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 2,000 ტონას გადაცდა რაჭის ყურძენი, ეს იყო 2020 წელს. ამ საუკუნეს გულისხმობ 21 საუკუნეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაჭის შემთხვევაში ხარისხიც ძალიან მაღალი იყო, უკვე მეორე წელია ზედიზედ რაჭაში არაჩვეულებრივი ყურძენი მოდის და ვფიქრობ, რომ 24-25 წლის რაჭული ღვინოები იქნება გამორჩეული. კი ბატონო. გამოწვევები, რომელიც ახლდა ამ რთველსთან, მაგალითად გვიან დაწყებული და მე რაღაც გარკვეულწილად გაჭიმული პროცესი, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ იყო რიგები და საკმაოდ ისეთი თუ არ იყო მარტივი რთველი, ასე ვთქვათ. განსხვავებით დაუშვათ წინა ყოველთვის არის ხოლმე მსგავსი ტიპის გამოწვევები, თუმცა წელს ძალიან თვალშისაცემი იყო ეს. რა არის ამის მთავარი განმაპირობებელი? კი ბატონო, პირველ რიგში ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს არის რაოდენობა. ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში 120,000 ტონა ბარდებოდა მთლიანად საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ კახეთში არის გასამაგებული ეს რაოდენობა, თითქმის გასამაგებული, რაც ერთის მხრივ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ყოველი კილოს უკან დგას მოსახლეობა, დგას ჩვენი ფერმერი და არ დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს ეს დახმარებაც სწორედ აი ამ ხალხზე არის გათვლილი. შესაბამისად, წელს რაც შეეხება წლევანდელ წელს, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა სექტემბრის პირველ ორ კვირაში გარკვეულწილად შეფერხებები, ეს იყო წვიმა, რომელიც 4-ჯერ მეტი იყო ნალექის რაოდენობა, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში, სექტემბერს გულისხმობ, ეს კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ აი ამინც აბრალებენ, ვფიქრობ, რომ ის, ვინც ამ დარგშია გათვითცნობიერებული, ზოგადად იცის, რომ ამინც არაფერს არ აბრალებს, ეს არის მოცემულობა, მათ შორის ძალიან ხშირად ერთი და იგივე ვენახის ერთი და იგივე მარნის ერთი და იგივე ჯიშის ღვინო რადიკალურად განსხვავებული ფასი ღირს და რადიკალურად არის დაფასებული სხვადასხვა წლის მოსავლები, სწორედ იმიტომ რომ ერთ წელს სხვა ამინდია, მეორე წელს სხვა ამინდი. შესაბამისად, წელს ესეთი მოცემულობა იყო, 4-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში, რამაც გარკვეულწილად რაღაც ეტაპებზე კრეფა დააჩქარა, ხოლო რაღაც ეტაპზე პირიქით შეანელა. თუმცა აქ შემოდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. შტაბი
რომელსაც ევალება გარკვეულწილად ორგანიზება ამ პროცესის ისე, რომ რაიმე ტიპის რეალური გართულება არ გქონდეს და გეთანხმებით, რომ ამინთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის არ არის იდენტური, წლიდან წლამდე სხვა, მაგრამ მეტნაკლებ ინფორმაციას და აი ამ წლები ხო გაჩვენებთ საორგანიზაციო შტაბის წარმომადგენლებს, რა ნაბიჯებია გადასათქმელი პირობითად თუ მოვა ამ უხვინალექი ასე დროს. აი ამ სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რეალურად შეიძლებოდა თუ არა სწორად დაორგანიზება ისე, რომ დაუშვათ ეს პრობლემები არ ყოფილიყო, ან უკეთ დაორგანიზება. და დაუშვათ აი ეს პრობლემა, რომელიც შეიქმნა გარკვეულწილად თუნდაც რიგთან დაკავშირებით, თუნდაც ჩაუბარებელ პროდუქციასთან დაკავშირებით, ასეთი მასშტაბური არ ყოფილიყო. ზოგადად რთველი სისტემა, როგორც ესეთი, რამდენიმე წელია არის ჩამოყალიბებული და გამართული, მათ შორის წელსაც ერთ-ერთი სისტემის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამართული თველი იყო, როდესაც მოსახლეობამ წინასწარ იცოდა რა ფასი იქნებოდა ყურძენი ხარისხის მიხედვით, შესაბამისად წინასწარ იცოდა რა მარნები მოემსახურებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი რამაც კიდევ ერთხელ ვიძახი, აი ასეთი ამინდის პირობებში გამოიწვია გარკვეულ პერიოდებში რიგები, ყველა დღეს უკვე თანამედროვე პირობებში იცის წინასწარ, რომ თქვა 2 დღის მერე იქნება წვიმა. და შესაბამისად თადარიგს იჭერს, ურჩევნია, რომ აი ამ წვიმამდე მოასწროს დაკრეფა და ასე შემდეგ. ამის პრევენციისთვის ზოგადად ჩვენ გვაქვს ასევე სისტემა, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი სოფლის წყუნებულები, რომელთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ჩვენ ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას, სად კონკრეტულად რა სიმძლავრეები გვექნება. თუმცა არის განსაკუთრებით ესეთი კრიტიკული ამინდის პირობებში არის ხშირად შემთხვევები და იყო შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა მაინც კრებს და შესაბამისად ურჩევნია თვითონაც ეს მისი არჩევანია იყოს თქვათ რიგში ცოტა მეტხანს ვიდრე რაღაც კლიმატური პირობების გამო, რომელიც გარკვეულწილად არის რისკებთან დაკავშირებული, მოსავლის დაბინავების რისკებთან, ასე შემდეგ, ეს პრობლემები, რომელიც ევენახე მიცის. ამიტომ ეხლა ჩვენ თქვენ მომავლის გეგმებიც ახსენეთ და ერთ-ერთი რაც გვინდა ვცადოთ, ოღონდ ალბათ თავიდან საპილოტეთ რაჭის შემთხვევაში, ვინაიდან მოცულობებია იქ შედარებით მცირე და უფრო ადვილი სამართავია ყოველდღიურად, მათ შორის კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ეს არის ეგრეთ წოდებული დაკრეფვის, ნებართვის დანერგვა, რაც თქვათ მაგალითად ესპანეთის რიოხას მაგალითზე არსებობს მსგავსი გამოცდილება და კიდევ უფრო გამართული ჩამოყალიბებული სისტემა გვექნება, რაც გულისხმობს, რომ უკვე დაკრეფვამდეც ზუსტად ეწოდინება კონკრეტულ ფერმერს თუ სად უნდა მივიდეს, სად უნდა ჩააბაროს, როდის უნდა დაკრიფოს და ასე შემდეგ. როდიდან აპირებთ ამ სისტემის დანერგვა, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ხარ ასაწყობით და რამდენად მზად იქნება მათ შორის ქართველი მევენახე და მათ შორის სახელმწიფო მზად აი ამ სისტემის დანერგვისთვის, იმიტომ რომ ეს მაინც სიახლე იქნება და შესაძლოა გარკვეულწილად რაღაც გარკვეული პრობლემები მაინც შექმნას. რა თქმა უნდა, მაგიტომაც ვფიქრობთ პირველ რიგში რაჭას მასშტაბების გამო და საპილოტეც იმიტომ ვახსენე, რომ ეს გარკვეულ კომუნიკაციის შესაძლო პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ვფიქრობ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა მოხდეს იგივე სმარტფონების, აპლიკაციების საშუალებით, ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ და კიდევ უფრო ისედაც საკმაოდ სისტემური რთველი კიდევ უფრო დახვეწილი და კიდევ უფრო გამართული იქნება. კი ბატონო. წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთში სუბსიდირების ნაწილი ტრადიციულ სუბსიდირებისგან იყო მკვეთრად განსხვავებული. ამ გადმოსახედიდან გაამართლა თუ არა, მე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ბევრ მევენახეს, ბევრ მეღვინეს, რომელიც ამ სტუდიაში იყო, პრაქტიკულად ყველას ვეკითხებოდი აი ამ სუბსიდირების შედეგებზე. ერთ-ერთი ასეთი ფორმულირება, რომელიც ერთ-ერთი ამ საქმეში მომუშავე ადამიანისგან იყო, რომ თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა
რეალურად რაღაც ეტაპზე შესაძლოა მაინც დაჭირდეს წაშველება ამ სექტორს მხარდაჭერის კუთხით გააჩნია როგორი იქნება ზოგადად გლობალურ ბაზრებზე გამოწვევა. თქვენი გადმოსახედიდან გაამართლა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ და თუ არის გარკვეულწილად ხარვეზები, რომელიც აღმოფხვრაც აი ამ სუბსიდირების არსებულ მოდელშიც არის შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ცალსახად გაამართლა ამ სისტემამ ის პროგნოზი, რაც ჩვენ რთველამდე ვივარაუდეთ და ჩვენ თუ შევადარებთ შარშანდელ წელს კერძო სექტორმა ჩაიბარა და იბარებს 200,000-ის ფარგლებში დაახლოებით ყოველ წელიწადს ეს ბოლო წლებია, რა თქმა უნდა, ექსპორტიდან გამომდინარე და წელსაც აგერ უკვე 190,000 ტონა აქვს კერძო სექტორს ჩაბარებული, გადამუშავებული, რაც უახლოვდება ჩვენს მიერ ნავარაუდებს საპროგნოზო მაჩვენებელს. ვფიქრობ, რომ სუბსიდიის დატოვება დიდად არ შეცვლიდა ამ სურათს, ანუ ეს არ იყო ის სუბსიდია, მაგალითად რაჭის შემთხვევაში ეს არის ნახევარზე, ხო? იმიტომ რომ რაჭაში არის ყურძენი შედარებით ცოტა და ეს სახელმწიფოს ასეთი ძლიერი და სუბსიდირება არ უჯდება, ასე ვთქვათ, იმდენი ძვირი. შესაბამისად, კახეთში თუ ჩვენ ამდენად შევიდოდით სუბსიდირებაში, შესაძლოა ამას გამოეღო შედეგი, მაგრამ ის სქემა, რაც აქამდე იყო 20 თეთრიანი სუბსიდირება, დავინახეთ უკვე, რომ არანაირად არ არის იმის мотиваტორი, რომ კერძო სექტორს ვთქვათ, უფრო მეტი, ბევრად მეტი ყურძენი მიიღო, კიდევ ერთხელ ვიძახი ლაპარაკია რამდენიმე 1000 ტონაზე, რაც ვფიქრობ, რომ ამ გადმოსახედიდან სრულიად გამოსვლებული იყო. ანუ უფრო დიდი დოზით უნდა შევსულიყავით სუბსიდირების ნაწილში, ან საერთოდ გამოსულიყავით და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ზოგადად ძალიან ადვილია კრიტიკა, ჩვენ ყოველთვის სად ვართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი, მაგრამ ხანდახან ესეთი გაუგონარი განცხადებები გვესმის, რომ აი სისტემა არის მორღვეული და ასე შემდეგ. ესეთი გამართული სისტემა როგორც წელს იყო, ვფიქრობ, რომ კარგი ხანი არ ყოფილა რთველში, კიდევ უფრო წინ მივდივართ, უკვე ვიწყებთ მუშაობას 2026 წლის რთველზე. მე ვახსენე რაჭის, ვთქვათ, საპილოტე პროექტი, რაც გვინდა და ვარაუდობთ, რომ დავნერგავთ. ის სქემა, ის სისტემა, რაც წელს ჰქონდა, ეს არის განსხვავებული ფასები ხარისხის მიხედვით, აუცილებლად შენარჩუნდება და მეტიც კიდევ უფრო გამკაცრდება. იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ არის სამწუხაროდ ზოგიერთი პირდაპირ ვიტყვი და არც თლად კეთილსინდისიერი ჩამბარებელი, ფერმერს ვერ უწოდებ, რომელსაც მოაქვს 14-იანი და 15 შაქრიანი ყურძენი. რაც სრულიად დაუშვებელია, ამიტომ კიდევ ერთი კატეგორია შემოვა მომავალ წელს. ჩვენი განცხადება, რომ ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, ისევ ძალაშია, მაგრამ თუ ვინმე ამით სარგებლობს არაკეთილსინდისიერად, ჩააბარებს მინიმალურ ფასად. ანუ კიდევ ერთი კატეგორია გაჩნდება ხარისხობრივი, რომელიც კიდევ უფრო იაფად ჩაბარდება, ვიდრე თქვა დღეს არსებული ლარი. ძალიან კარგ ნაწილს შეეხეთ ხარისხი. ყოველთვის ჩემი საყვარელი თემაა ხოლმე ხარისხზე, როდესაც გადავდივართ იმის გათვალისწინებით, რომ სუმა განცდა, რომ რეალურად ჩვენ მათ შორის რაოდენობრივად შესაძლოა ძალიან ბევრი ყურძენი გვაქვს, მაგრამ ხარისხობრივად რამდენად შეესაბამება, აი ეს კითხვა და ეს განცდა მაქვს. რეალურად წელს მაგალითად როგორი სურათი გვაქვს ხარისხთან მიმართებაში და მხოლოდ რაოდენობაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რამდენად კმაყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ყურძნის ხარისხით. ხო, ნუ პირდაპირ გეტყვით, რომ ზოგადად მთლიან ხარისხს საშუალო, ასე ვთქვათ, ხარისხს თუ შევავსებთ, უკეთეს ვისურვებდი, თუმცა ისევ და ისევ ეს არის მოცემულობა, იმიტომ რომ ძალიან წვიმიანი სექტემბერი გქონდა, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ყურძნის კონცენტრირებაზე, ასე ვთქვათ, და ბევრი წყალი ზოგადად ანზავებს კონცენტრირებულ ნაყოფს, რაც არ არის კარგი შემდგომში ყურძნისთვის, თუმცა ის სქემა, რაც ჰქონდა დღეს რთველისთვის, უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ეს ნაკლებად ხარისხიანი ყურძენი ჩაბარდეს სასპირტე მიმართულებით და კერძო სექტორს
ვისაც უნდა მაღალხარისხიანი ყურძნის და მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება, აქ იმის საშუალება, რომ ჩაიბაროს მაღალხარისხიანი ყურძენი და ვფიქრობ, რომ ეს ზოგადი საშუალო სურათი არ არის გამართლება არავითარ შემთხვევაში იმ კომპანიებისთვის და იმ მარნებისთვის, რომელსაც უნდათ ნამდვილად ხარისხიანი ღვინის წარმოება. კიდევ ერთხელ მე ვიმეორებ, რომ ყველაფერს იმას, რასაც ისინი არ თვლიან საკმარისად ხარისხიანად ღვინისთვის, აცლის სახელმწიფო და ამუშავებს სასპირტეთ. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ამ თქვენ ახსენეთ ხა რომ 24-25 წლების სეზონის ღვინო წესით კარგი უნდა იყოს. რამდენად გაქვთ კარგი დავუშვათ საექსპორტო კუთხით, რადგან ღვინო ჩვენი საექსპორტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამის გათვალისწინებით ვკითხულობ ეს ღვინოები იქნება თუ არა საექსპორტოდ ისეთი ღირებული, რომ დავუშვათ მისი აქტიური გაყიდვა და რეალიზაცია მოხდება. კი, მე სრულიად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ექსპორტის კუთხით და ქართული ღვინის წარმატების კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რომ გარკვეული რაოდენობა არ იყო ისეთი ხარისხიანი, არ ამართლებს არავითარ შემთხვევაში და ვერ გაამართლებს იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ წარმატების მიღწევა და უნდათ წინსვლა, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე და ხარისხის კუთხით ზოგადად საერთაშორისო ბაზრებზე არც მთლად სახარბიელო სიტუაცია, ძალიან ბევრი ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე, თუმცა საკმაოდ შემცირებულია ღვინის გაყიდვა. მათ შორის მცირდება, თუმცა აგერ ეხლა იყო ვაისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრები და შედარებით ოპტიმისტური პროგნოზებია, ანუ ის ტემპი, კლების ტემპი, ასე ვთქვათ, შემცირდა და შესაძლოა თუ 2026-ში არა, უფრო 2027-ისკენ უკვე დადებითი ტენდენციებიც გამოჩნდეს საერთაშორისო ბაზრებზე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს და ქართულ მევენახეებსაც და მეღვინეებსაც. ლევან მეხუსლა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.